პენტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის რეფორმის 11 თვის შედეგები შეაჯამეს დღეს საჯავახსრულების სამინისტროს წარმომადგენლებმა. Სხვადასხვა უწყების მინისტრებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს სტატისტიკა გააცნეს, რომლის მიხედვითაც ციხეებში რეფორმის შემდეგ ჯანდაცვის მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესდა. მათ შორის სამინისტროს მონაცემებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 142-დან 21-მდე შემცირდა. სოზდარ სუბარის უწყებას ჯანდაცვის რეფორმის პირველი ეტაპის დასრულებამდე კიდევ 7 თვე აქვს დარჩენილი. ეს განმავლობაში მიღწევები არის ძალიან სერიოზული. მიღწევა არის ის, რომ პრაქტიკულად თუ არ ხდება უეცარი გარდაცვალება, ადამიანები ავადმყოფობის გამო ციხეში აღარ გვიდებიან, იმიტომ რომ მათ უტარდებათ ძალიან სერიოზული მკურნალობა. რეფორმირებული სისტემის ფარგლებში 5000-ზე მეტმა ადამიანმა, მეტმა პატიმარმა ისარგებლა სამედიცინო მომსახურებით, გაიზარდა სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობა. ერთეული პროექტი ჯანდაცვის მიმართულებით, რომელიც გახორციელდა საჯავახსრულების დაწესებულებებში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო ერთის მხრივ, იმიტომ რომ უამრავი საკითხი იყო მოსაგვარებელი და მეორეს მხრივ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროექტი იყო ზოგადად ჯანდაცვაში, რადგანაც მოკლე დროში მოხერხდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებების მიღწევა. ეს ცვლილებები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი მოგვარებულია, საჭირო არის შემდგომი პროგრესი.